პირველად არის ნიკა ჩემთან მას მერე რაც გახდი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე მე მგონი ამ წელიწადშიც პირველად ხარ ჩემი სტუმარი გილოცავ ყველაფერს და მადლობა იმისთვის რომ მოიცადე და მოხვედით ჩვენ რომ მომიწვიეთ. ნიკა, მე რა თქმა უნდა ვერ გავატარებთ და მნიშვნელოვან მოვლენას ვადევნებდით ახლა ჩვენ ერთად თვალყურს. შენ შემოგვესწარი სწორედ მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია. პირველი კითხვა მაინც მინდა რომ ამაზე დაგისვა, რა განცდა გაქვს შენ, რა შეიცვლება საქართველოსთან მიმართებაში, თუ გაქვს ზოგადად ეს მოლოდინი, რომ რაიმე შეიცვლება საქართველოსთან მიმართებაში. მოგესალმებით, მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. არა მართლაც უნიშნულოვანესი დღეა თავისუფალი სამყაროსთვის დღეს და მოლოდინი არა მხოლოდ მე როგორც რიგით ქართველს, არამედ ძალიან ბევრს მილიონობით ადამიანს თავისუფალ სამყაროში აქვს რომ მათ გამოუჩნდებათ ძალიან მყარი, უკვე გამოუჩნდა ძალიან მყარი პარტნიორი, რამე თუ ახლა ბაიდენი უკვე ძალიან ღიად და მისი ადმინისტრაცია რომელიც უკვე იქნა პრაქტიკულად არჩეული კი რეალურად აირჩიეს ბაიდენი დღეს ღიად საუბრობს პრიორიტეტებზე და ეს პრიორიტეტი რა არის ერთ-ერთი მთავარი რომ ქვეყანაში სოფლიოში იქნება დემოკრატიის უპირობო მხარდაჭერი და ჩვენს რეგიონს რაც შეეხება მათი ადმინისტრაციის ძალისხმევა დიდი დოზით იქნება წარმოდგენილი ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით დამაიმედებელია მოცემულობა რომელიც უკვე სახეზეა რომ ძალიან ბევრი ის ადამიანი მოდის ბაიდენთან ერთად ხელისუფლებაში მოვიდნენ პრაქტიკულად ბაიდენის გუნდში ვინც მშვენივრად არის ინფორმირებული იმ გამოწვევების შესახებ რომელიც არსებობს საქართველოში და რეგიონში და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა კონგრესიც სახელმწიფო დეპარტამენტიც უშიშროების საბჭოც და ეს ნომინაციები რომელიც არის გაცხადებული თუ ვინ ჩაუდგება ამა თუ იმ წამყვან თანამდებობებზე სათავეში და ვინ იქნება ორთქმავალი ამა თუ იმ მიმართულებით რომელიც მომსახურება საგარეო პოლიტიკას ამერიკის შეერთებული შტატების არიან ზედმიწევნით კარგად ინფორმირებულნი უბრალოდ ინფორმაციის დონეზე არა გამოცდილება აქვს ემპირიული საქართველოსთან მუშავიათ და ამ ადამიანებმა მართლაც კარგად იციან ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტები ინფორმირებულობა არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკაში ბუკა საუბრობდა ცალსახად სხვა გეზი ექნება ბაიდენს თუკი ტრამპის ადმინისტრაციას მაინც ჰქონდა დიდი აქცენტი საგარეო პოლიტიკის იმ მიმართულებით რომელსაც იგი ახმოვანებდა ყოველდღიურად რომ ამერიკა უპირველეს ყოვლისა და ამაზე კეთდებოდა აქცენტი ეს იმას არნიშნავს რომ მაგალითად ეხლა მისი წინამორბედი წინა პრეზიდენტები ამერიკის შეერთებულ შტატებში ვინც კი ყავდა 48 წინა პრეზიდენტი სხვა ქვეყნის ინტერესებს წინაყენებდა ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების მაგრამ მართლაც მიდგომები და ქმედებები რომელსაც ადგილი ქონდა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან რგულად ვთქვათ უკეთესის იმედს ტოვებდა და გამოწვევებს რომ დაუბრუნდეს რუსული დიახაც აგრესიული პოლიტიკის შემაკავებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში არამედ მთელ სოფლიოში და დავინახეთ ხო რამდენიმე დღის წინ ორი კვირის წინ რას ნიშნავს მყარი ინსტიტუტები არა უბრალოდ დემოკრატიული ინსტიტუტები მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები რომელიც აკავებს და შემაკავებელი ასევე ფაქტორია ავტოკრატიული მისწრაფებებისა და სახელმწიფო მიტაცებისა ხო მყარი ინსტიტუტები და მყარი გამართული სისტემა რომ არა ეს მყარი ინსტიტუტები დღეს თუ იქნებოდა ინაუგურაცია სხვა ადამიანის ინაუგურაცია იქნებოდა აი იქ ახლა სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა და ან იქნებოდა კიდე ან არა ისეთი რაღაცები ხდებოდა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ნიკა მე მინდა რომ დაუბრუნდეთ იმ გამოწვევებს რომელიც შენ აღნიშნე და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს მინდა დაუბრუნდე ჩვენ ქვეყანას როგორც საგარეო მიმართულებით საშინაო ფრონტზეც პოლიტიკურ ფრონტზეც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები იცი შენ ეს ჩემზე კარგად რა თქმა უნდა და მინდა დავიწყოთ უკვე ამაზე საუბარი. პირველ რიგში მაინტერესებს შენი შეხედულება. როგორ გამოიყურება დღეს ოპოზიცია შენი აზრით? დიახაც, სამწუხარო ხა არჩევნების შემდეგ ბუნებრივია ამ ყველაფერს ხა თან დაერთო ხა ობიექტური მოცემულობა ხა კალენდარი მაინც თავისას შვება დეკემბრის თვე იანვრის დასაწყისი და რა თქმა უნდა შეეძლო ოპოზიციას
უკეთესად წარმოეჩინა თავი ვიდრე ჩვენ უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებით ჩვენ ახალ სახელს განგებ ხარო და არ გამოყოფ ვიღაცას მეც მათ შორის ვიგულისხმები იქ ყოფილიყავით უფრო ეფექტურები მაგრამ ვიცი ჩვენ რას გავაკეთებთ და ვიცი რა არის გეგმა და ეს გეგმა იქნება გაცხადებული უახლოეს პერიოდში ვიცი რას აპირებს ნაციონალური მოძრაობა როგორც მთავარი ფლაგმანი ოპოზიციის ნაციონალური მოძრაობა არ იქნება ის ნაციონალური მოძრაობა რომელიც ახსოვს ბევრს იქნება ბევრად უფრო გახსნილი ბევრად უფრო ფართო პლატფორმაზე წარმოდგენილი და რა შეიცვლება ძალიან ბევრი ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანები შენ სწორედ ამ ყველაფერზე და ალბათ ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი აი რა პირველ რიგში რა უნდა შეიცვალოს და მე ოპოზიციის გეგმებზე პირველ რიგში ძალიან მოკლედ ამაზე ერთი გადაცემა არ ეყოფა და ამაზე მე იქნება მე შესაძლებელი კი ამაზე ვისაუბრებთ მაშინ როდესაც დრო მოვა თებერვლის დასაწყისში მაგრამ პირველი და მნიშვნელოვანი რაც ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში თვალსაცემი იქნება ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანები ნაციონალურ მოძრაობაში და ეს ყველაფერი იქნება რეალობა და ამ ყველაფერს ძალიან დიდი მოტივაციით ვაკეთებ და ძალიან დიდი სიხარულით ვაკეთებ და ამ მოტივაციას მიზრის ერთი და სიხარულს მანიჭებს ორი იცით რა როდესაც აი გამოცდილი ვეტერანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც გვერდში მიდგანან და ერთად მუშაობთ და მათაც კი დაინახეს ამ ყველაფრის საჭიროება და როდესაც ეხლა თავარი მეინსტრიმული პარტია ხარ როგორი იქნება ოპოზიცია, მოდით ერთმანეთს თავს ერთმანეთს მოვატყვილებთ და თვალთვალცრობას ადგილი არ კონდეს. დიდწილად დამოკიდებულია მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე, ხო? ჩვენ გვინდა ვიყოთ ყველასათვის გახსნილი და დავინახოთ ის ხალხი, მოფუსფუსე, კარგი გაგებითობ, აი ამ ჯანსაღ გამარჯვების პლატფორმაზე, სადაც უამრავმა გამოცდილმა ადამიანმა და ენერგიულმა ადამიანებმა, ვისაც ჯერ გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ახალგაზრდები არიან, უკეთესი საქართველოს დააპროექტოთ. ბევრი ნაკლებიც ნაციონალური მოძრაობის, ბევრი ნაკლებიც ოპოზიციის, ამ ნაკლების აღმოფხვრაზე მუშაობთ და არა მარტო ნაციონალური მოძრაობის, ოპოზიციის ნაკლის აღმოფხვრაზეც მუშაობთ. ბევრი ადამიანი ნაციონალურ მოძრაობას უერთდება სხვადასხვა დონეზე, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა ეს მიგრაცია ჩორბობთ ხდება არჩევნების შემდეგ, მაგრამ მე იმდენად დიდ პატივს ვცემ. სხვა პარტიებიდან შეიძლება ვიხილოთ ვინმე ნაციონალურ მოძრაობაში მოქმედი პოლიტიკოსებიდან. არა, მოქმედი პოლიტიკოსები არა, მაგრამ რეალურად ის ადამიანები, ვინც აქტიურები არიან, ისეთ არის ბევრს საზოგადოებრივად აქტიური. არა, ბევრს დიახაც, საზოგადოებრივ პოლიტიკურად აქტიური ადამიანები არიან სხვადასხვა დონეზე, სოფლად, რაიონში, რეგიონში. ბევრს პოლიტიკა გონიათ მარტო ის ადამიანები, ვინც კეკამიშვილაძესთან სტუდიაში იქნება. პოლიტიკოსი დიახ, მნიშვნელოვანია, აცხადებს ის გეგმას თავისი გუნდ, მაგრამ რეალურად აი ველზე ვინც მუშაობს, ის ადამიანია ძალიან მნიშვნელოვანი. პარტიის რაიონული ორგანიზაცია, პარტიის შტაბები. ხო და მე რა მინდა გითხრათ, რა ხომ მოიგო ქართულმა ოცნებამ. ისე თქვა მინდა დავასრულო ამაზე. 31 ოქტომბერს. აი ტესტია მარტივად და მოსახლეობა განსაჯოს რა ხდება. წესი და რიგით, ხო ქართულ ოცნებასთან უნდა მიდიოდეს ბევრი ადამიანი. გამარჯვებულები არიან თითქოს, ხო? პირიქით რატომ ხდება? რატომ ხდება პირიქით, რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ნაციონალურ მოძრაობაში მოდის. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც სხვა დავუშვათ ნაციონალურ მოძრაობისთვის არ მიუცეთ 31 ოქტომბერს. ამიტომ ნაკლოვანებები არსებობს, იგივეს გააკეთებს დარწმუნებული ყველა ეს ოპოზიციური პარტია. ასე უნდა გამოვიდეთ იმ ფაზიდან რომელშიც ვართ და ვიყოთ აქტიურები და პოლიტიკური პროცესის შექმნით ორდინაცია შედგეს და რეალურად ჩვენ პარტიებს რა თქმა უნდა ეხლა უნდა ვაქცევდეთ დიდ ყურადღებას და ვაქცევ მე პირადად და სხვაებიც ამას აკეთებენ დარწმუნებული სხვა პარტიებში მაგრამ თუ მთავრესია ჩვენს მოძრაობაში ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ხო ამის გარეშე ვიქნებით გახსნილი ეგ მინდა ზუსტად კითხო აი სხვებისაგან განსხვავებით და ჩვენ ვიქნებით გახსნილი კიდევ უფრო მეტად გახსნილი არა ნახე რა მინდა სხვებისგან განსხვავებით ჩვენ თქვი დაუბრუნდები ახლა ბოლო დღეების მოვლენებს ამაზე აუცილებლად უნდა შეგეკითხო რა თქმა უნდა ბოლო დღეების მოვლენები მე მინდა ყველა გავიხსნათ რა ნამდვილად შეხვდებით თუ არა თქვენ და დღეს სხვათაშორის იცი რა თქმა უნდა გირჩმა თქვა რომ ისინი ემიჯნებიან გირჩის ხვიჩიასა და მეგრელიშვილის ნაწილს გულისხმობ ზურა გირჩი იმ პოზიციაზე არა პოზიციაზეც იყო თავიდანვე და არ შეუძლია ეს პოზიცია აი ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ კვლავ აპირებთ თუ არა იმიტომ რომ შენ განაცხადე რომ არაფერი არ უდგას ამ
წინადადებების მოსმენას და განხილვას წინოდა, რა თქმა უნდა, შევხვდები თუ არა ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ბოლო დღეებში ხდება, კვლავ ალეკო ელისაშვილს, ან შევხვდები თუ არა, დავუშვათ ცალკე გიჩს. რას აპირებ ამაზე თუ გაქვს ნაფიქრი? მოგახსენებთ, ეხლა ნაციონალური მოძრაობის პოზიცია იმდენად მყარი არის თავის გადაწყვეტილებაში, იმდენად მყარი არის, უბრალოდ ამის გამეორებაც კი მეუხერხულება, ხო? 1 ნოემბერს ვთქვით, საჯაროდ გამოვედი რუსთაველის გამზირზე და პარტიის სახით გავაკეთე განცხადება და ის რაღაცა საყვარელი სამაჯური რომელიც თან მქონდა ისიც მოვიხსენი პარალელურად და თქვი რომ აქ არავინ არ შევალთ მორჩა გათავდა წერტილი სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები მაგრამ ნახეთ ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისგებლობა როდესაც ვართ დიდი ოპოზიციური პარტია განსაკუთრებით ახლა როდესაც ვარ ამ პარტიის თავმჯდომარე და 100,000 ადამიანი დგას უკან ხო ეხლა ვცდილობთ რომ არ გავამწვავოთ და ვცდილობთ რომ არ გაგვემწვავებია ესე თუ კონფლიქტური დაძაბული ვითარება. პირიქით, მაგრამ მე პირიქით, მაგრამ ეხლა მოგახსენებთ კონკრეტულად პასუხს აი ამ კითხვაზე. მე როდესაც დამეკავშირდა ვახო მეგრელიშვილი დაახლოებით 1 კვირის წინ ელისაშვილს არ ქონია თქვენთან კონტაქტი? ვახო არა, თავად ელისაშვილს არა, ალეკოს არა, ვახო და ლევანიოსელიანთან მქონდა მე ხშირად კომუნიკაცია თუ მქონდა ალეკოსთან არ მქონია, ვახო მეგრელიშვილი და ითხოვეს შეხვედრა. მიმოქცევთ ყურადღება ხა პარტია გირჩი რომელიც დაწონებული ვარ და დღეს თავადაც თქვენს არ შევლენ პარლამენტში ხახნო არ შეიძლება ამ ადამიანებისგან მაგრამ ისიც თქვენს რომ ელისაშვილი შევა გირჩის ელისაშვილი სხვა საკითხი ეხლა მიუბრუნდები საუბრობ გირჩზე გირჩი როდესაც შენ გთხოვს შეხვედრას და როდესაც გირჩი პირველივე დღიდანვე საუბრობს რომ პარლამენტში არ შევლენ და თუ კი შევლენ, მაშინ შევლენ თუ ნაციონალური მოძრაობა შევა, ხო ჩვენ რაღაც დამატებითი ტვირთი გვაქვს, ხო და დამატებითი პასუხისგებლობა გვაქვს ამ ადამიანების წინაშე, ვიცით რა მათი პოზიცია რო არ შედიან, მაგრამ პარტნიორები ვართ რა ყველანი. ამას ამბობენ ხმამაღლა. თუ კი ვინმეს ქონდა უფრო ნაკლები ურთიერთობა გირჩთან, აი მთელ ოპოზიციურ ასე ვთქვათ ლანდშაფტზე ნაციონალურ მოძრაობას ქონდა, უფრო მჭიდრო ურთიერთობა ქონდა და ძალიან კარგია ლელოსაც, ევროპულ საქართველოსთანაც. იმისა ნახევარი კომუნიკაცია მქონია მე ვახო მეგრელიშვილთან, რა კომუნიკაციაც ქონდა დარწმუნებული სხვა პარტიებს, ხო? ანუ პასუხისგებლობის საკითხია, ხო? როდესაც ადამიანი გირეკავს შეხვედრა, რატომ უნდა შეხვდე, როდესაც ადამიანი გირეკავს? ეხლა აპირებდა, მაგრამ ეხლა გუშინდელი ეს ოპოზიციურ პლატფორმაზე. არის პოზიცია ჩვენთვის, ხო? არა მხოლოდ ჩვენთვის, ხო ცნობილია ყველასთვის, უბრალოდ ზრდილობის საკითხია, ხო კიდევ ერთხელ მერვეჯერ ვუთხრა, ჩემო ვახო, გასაგებია, მოусმინო, მე შევხვედრი ვარ, ყოფილან ისინი ჩვენს ოფისში და მომისმენიათ ერთი თვის წინ. ცალკე შევხვდები ნიკა, თუ შევხვდები სხვა ოპოზიციონერებთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ გირჩი უნდა იყოს წარმოდგენილი, იმიტომ გირჩ აქვს ღია დეკლარირებული, ისინი არ შემოდიან და უნდა იყვნენ წარმოდგენილი ოპოზიცია. რა შეიძლება ალეკოს არ ამალავს, რომ შედის პარლამენტში. რაზე უნდა ვისაუბროთ, რაზე სასაუბრო აღარ არის, ხო? მე უბრალოდ ახლა შევდივარ, მაგრამ კიდევ ერთხელ ამ თქვენი ეთერითაც მინდა, არ ვიცი, ვისარგებლო. არავინ არ მენანება, პირდაპირ გეუბნები, არ მემეტება უბრალოდ, არ მემეტება არავინ პარლამენტში შესასვლელად, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა მოხდება. ერთი რომ არ იქნება ოპოზიციონერად აღქმული და მეორე, ეხლა ძალიან ძიმე მდგომარეობაში, მათ შორის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდება ნებისმიერ ადამიანს. მათ შორის ალეკო ელისაშვილი და თუ მაინც გადაწყვეტს, ჩემთვის ეს იქნება წითელი ხაზი ბუნებრივია. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ამაზე დაელაპარაკო, გადააფიქრებინო ან მე მაინც იმედს ვიტოვე პირდაპირ გეუბნებით, რომ არ შევლენ, იმიტომ რომ საღი აზის ფარგლებში არ ჟდება, რომ ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, ალეკო იქნება, ნიკა იქნება თუ ეიკა იქნება, შევიდეს იქ, სადაც პარლამენტი არ არსებობს. სადაც ადამიანმა მიიტაცა მართვისადავეები, სადაც უბრალოდ ყველა დავწმუნდეთ, უკანას მოდის დავამთავრებ, უკანასკენ წლების განმავლობაში, რომ ამ ქვეყანას ივანიშვილის ხელში განვითარება არ უწევია და მით უმეტეს არ უწევია ივანიშვილის მიერ დატოვებული ქართული ოცნების ნაშთის ხელში განვითარება და იქ იმიტომ არიან მხოლოდ რომ უბრალოდ მოიხვეჭონ კიდევ უფრო მეტი სიკეთე შეიქმნა მდგომარეობა და ასე შემდეგ. ამის გასაფორმებლად შესვლა ღალატის ტოლფასი კი არ არის ღალატია მაგრამ სწორად გამიგეთ რა მე როდესაც ყოფილა დასაცავი ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ამ უთანხმოებაშიც მე გიგა ბოკერიაც გიგი უგულავაც მამუკა ხაძარაძე როდესაც იყო ასე თქვათ
დაპირისპირება როცა ჩაღდებოდა, მაგრამ ჩემი აი საჯარო დაპირისპირება ალეკოლისაშვილს ძალიან არასასიამოვნო, ხო? მაქსიმალურად როცადერო არ მოხდარიყო, მაგრამ დავაზა, ბევრი რამე არ დამოკიდებული თითოეულ ადამიანზე, ხო? ჩვენ წერტილების დაახლოებაზე უნდა მუშაობდეთ და არა დაშორიშორებაზე. წინასწარი განწყობით არ შეიძლება. აი მაგალითად, ეხლა ვიცით რომ გირჩი არ შედის პარლამენტში. მაინც უნდა დავესხათ გირჩ? არ შევლენ. პრაქტიკულად როგორ არის პასუხისმგებლობა? არ უნდა დაესხას, ანუ ოპოზიცია და ეს არასწორად მიგაჩნია. ეხაც გონია რომ რესურსი იყო. მასთან კომუნიკაცია. ეხაც გონია, იმიტომ რომ პერსონალურმა დაძაბულობამ რეალურად თავისი როლიც ითამაშა რიგ პოლიტიკოსებს შორის. პირადი აუტანობლა ალეკოლისაშვილს დაჭერდა. რატო მაშინ დანარჩენი ოპოზიციის წევრებს ნიკა და რატო არ თქვი აი ამის რესურსი არის და ყველა ერთად რატო არ შევა? სადაც არის სურვილი გამოსვლა ყოც მოიძებნება, მაგრამ გუშინდელ ფაქტს გამართლება არ აქვს. მაგრამ ეხა დიდი პატივისცემით მამუკა ხაზარაძის მიმართ ეხა რომელიც იქნება შენ შემდეგ ჩვენი სტუმარი. ეხა ტელეკომპანია თავარის ეთერში ბატონმა მამუკა თქვა რამდენიმე ლიდერმა და მე მიგულისხმობ რტონი შეარბილა ალეკოს მიმართ შეარბილი კი არ ვამწვავებ. თორე თუ გინახივართ თავდაყირა სტუდიებში და ქუჩებში არ ვამწვავებ. ალეკოს ტონიც ძალიან დიდია ყოველთვის ნაციონალური მოძრაობის მიმართ და განსაკუთრებით შენს მიმართ. ისა განსხვავებით ევროპული საქართველოსი რატომ როგორ ფიქრობ? ჩემი საზრით ვალდებულება ბოლომდე ვეცადოთ. და ეს იმას არ ნიშნავს რომ მე არ ვამართლებ მამუკა ხაზარაძეს და არ ვამტყუნებ ალეკო ელისაშვილს ადამიანს არ ვიცნობ ვინც მოიწონდა გუშინ რაც მოხდა ხო იქ? მაგრამ ვალდებული ვარ, შევარბილო, ჩემო ეკა. ვალდებული ვარ რომ ვეცადო, მაგრამ პოზიცია ჩემთვის არის მყარი 1 ნოემბრიდან. შეეძლო მანამდე ვიდრე შევა, რა იქნება მაშინ? არა, მე გაცადებია, მე თუ არ შევა, ხოლოდ გამიხარდება, მარტო შესვლაც ხო არ არის ხა, ატმოსფერო და კლიმატი არ უნდა მოიწამლოს და არ უნდა მოწამლოს ოპოზიციურ ლანდშაფტზე. არ უნდა მოიწო ვალდებულები ვართ ეხა მაპატიეთ ეხა იმაზე კობახიძეს და არჩილ თალაკვაძეს თან ხდება ლაპარაკი და საუბარი ხო ვახსენე აბიჯინა ივანიშვილის და დატო დანატოვებულ არ მიგე ამ შეფასებებში შესვლა იმიტომ რომ ნამდვილად არ ამგონია რომ ამით უნდა დავკავდეთ გულახდილად გეუბნებით პრაქტიკულად ვერცეთ საინფორმაციო გამოშვებას ვერ ვადევნებ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში და საქმის კურსი უბრალოდ აი ძალიან ზედაპირულად მაყენებთ ჩემი მეგობრები იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოება ელის კონკრეტულ შედეგს ეფექტს საქმეზე ორიენტაციას შესაძლებელია ხა თუ ყობახი გასაგებია რომ შენ წიაღში როცა ოპოზიციონერი ქვია და ეს დიპირისპირება სხვა არის ვიდრე ყობახიძე და ვალეკო ელისაშვილის მოქმედებებში ბევრმა ოპოზიციურმა ლიდერმა ეს დაინახა. რა გითხრათ რა გასაგებია და აქვს ამას საფუძველი და არ მოჩვენებიათ იმიტომ რომ ემთხვევა ბევრი რაღაცა ზოგჯერ გამიმეორებ მიყვარს ეს ფრაზა არცხებულ ცხოვრებაში ვითარება რაღაცა თავზე რო დაგეცეს აგური შემთხვევითობაზე ვერ დაბრალდება რა აი გადმოვარდა პარაპეტი თავზე დამეცა ვერ იქნება იმიტომ იმდენად ემთხვევა ბევრი რაღაცა მაგრამ არ მინდა დავიჯერო იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული ადამიანია ემოციური ადამიანია და მე ვფიქრობ რა არის იცით რომ რაღაცა აი მოხდა აღმოჩნდა კი არა ამათ აღმოჩნდა თავისებურ სიგიჟეში აი რაღაც ისეთ ვითარებით სადაც უკვე ნორმალური ნაბიჯები აღარ გადაიდგმეოდა და ჩვენ ვალდებულები ვართ რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე ერთი და შევინარჩუნოთ ერთობა უკვე რეალური ერთობა და არა ფურცელი როდის შეხვდება ოპოზიცია ყველა ერთად ერთმაგიდასთან როდის დასწრებით კონსულტაციები გრძელდება ჩვენ ნაციონალური მოძრაობა ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული ისე როგორც სხვა პარტიებს რა როლი გვაკისრია კიდევ უფრო მეტი ვიდრე სხვებს ხო და არ ვაქცევთ ყურადღებას. ამაზეც უნდა ვისაუბროთ. რა არის ერთობა ხალხო? ბევრი განცხადება გაკეთებული სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ. უბრალოდ ერთ ყუში შეუშლე მეორეში გავატარე. თითქოს არც გამიგონია და ჩასაფრებული რო ყოფილიყავი, მონაგონი იქნებოდა ბატონი ხაზარაძეს და ელისაშვილის თავდასხმა. დაწუნებული ვარ ამ განცხადებას ვერ გაატარებ თეატრი ლუკიანმა რაც ეს ნაციონალურ მოძრაობაზე რომ მთელი ცხოვრება რო დამჭირდესო კი დაასრულე. ხო, ვიცი, წავიკითხე. მონაგონი იქნებოდა, ხო, ძალიან სამწუხაროდ აციკადრა გუშინ ძალიან სამწუხაროდ ალეკომ ხო და იმიტომ რომ ხა როდესაც ჩვენ ვიბრძვით ოლიგარქი წინააღმდეგ სამართლიანი არჩევნების მოსაპოვებლად ამ დროს როდესაც კოლეგა პარტიის თავმჯდომარე გამოდის და არანაცები არაქოცები მესამე პოლისი ანუ რას ემსახურებ ეხა ამას ვავყოლოდი ხა წარმოგიდგენთ პირდაპირ გეუბნებით ეხა მეკება შესაძლებლობა ეხა მე რო გიორგი ვაშაძეს ავყოლოდი ამ განცხადების გაკეთების შემდეგ არ აყვები
არასოდეს, იმიტომ სხვა მიზანი მაქვს, სხვა ამოცანა მაქვს. გასაგებია. და დიდი მიზანია, დიდი ამოცანა, მაგრამ რა უნდა არის შევთავაზეთ, ოპოზიციის მიზანი და ამოცანა? უნდა შევთავაზეთ ერთი წუთით რა. ალეკო ელისაშვილმა მაგალითად ფორმა არანორმალურად მიუღებელი ფორმა. მაგრამ მეორეს ხრი, ეხლა გეუბნებით, ეხლა ჩასაფრები როგორ და გიორგი ვაშაძე პირობითად გეუბნები, როდის აი ამ ფაზაში, როდესაც ვიბრძვით დემოკრატიული რაღაცა წესწყობილების დამკვიდრებისთვის, რა დრო შეჯიბრობითობა, ხო? ვიღაცა გამოდის, ამბობს, რომ იქ ვიღაცამ რაღაცა რევოლუცია რო ახსენა, ეს ვემიჯრები, ვინც სიტყვა რევოლუციას ახსენა, და რევოლუცია ჩემთვის ისეთ რა არის? რევოლუცია არის, როდესაც ვაიძულეთ ბიზინა ივანიშვილს, გადადგეს მის ხელისუფლებას და არჩევნებს ჩატარდეს. ეს რა ჩემთვის რევოლუცია. ახაც და შენ როდესაც ბიზნესმენი ივანიშვილს არის შანსი რომ არჩევნები ჩატარდეს შანსი კი არ არის შანსი არ არსებობს რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები დავასრულებ როდესაც ეხა აი ამ სახელმწიფოს მიმტაცებელს უზურპატორს შენ კიდევ ცდილობ რომელიც აი გასული კონსტიტუციური სივრციდან ცდილობ რომ კონსტიტუციური ფარგლებიდან დაუპირისპირდე ხო და აწვევი ყველა მეთოდის გამოყენებით და მას ეუბნები რომ ესე მოდი ასე ლამაზად ნარნარად დავაცხადოთ მე შენ ახლა პოლიტიკურ ასე თქვათ წნევას მოგიშვებ მაგრამ თუ ვერ გაუძელი არ შეგეშინდეს მე ქუჩაში არ გამოვალ რევოლუცია ეხლა მომაპატიეთ ეხლა თქვენ ხართ ბიზინა ივანიშვილი გეუბნებით მე მოვდივარ ქუჩაში ნიკა მელია გაჯობებ თუ არა და არ შეგეშინდეს მე არსად ქუჩაში დამჩენია რევოლუციაში რაზგული რატომ არის ეს სიტყვა ანუ დასაკნინებელი და საშიში. სუდის სიტყვა არ არის. არა, ჩემ საერთაშორისო პარტნიორებთან, როდესაც მაგ შეხვედრა, იქაც ვახსენებ ხახდო, ჩემთვის რევოლუცია არის. მეხუთე რაუნდი თუ გაიმართა, შენ დაესწრები უკვე გრიგოლ ვაშაძეს მაგივრად შენ იქნები მოლაპარაკებაზე. როგორ ფიქრობ, შანსი აქვს მეხუთე რაუნდს გამართვის? ამ წუთის მდგომარეობით იმდენად ექსტრემალურ ორ სხვადასხვა კუთხეში ვართ, ხო ხელისუფლება, რომელიც არ არის, ჩვენ ჭირდება ხელისუფლება ხახდო. ხელისუფლება ის არის ჩვენ არ ყავს ხელისუფლება სადაც არსებობს ხელისუფლება ჩვენ არ ყავს ხელისუფლება გეგმით უბრალოდ ვიღაცა დატოვა ბიზნეს ევანიშვილმა და ამათი მართვა უნდა პულტით არ გამოუვა ესე ამიტომ ეხლა ჭირდება ცვლილებები პარლამენტში შესვლა არ შესვლა არის უბრალოდ ერთი ელემენტი მნიშვნელოვანი კრიზისის მაგრამ თავარი კრიზისი არის გადასაჭრელი და დასაძლევი. ამას ჭირდებოდა ცვლილებების გარეშე პენსიონერს ჭირდება ღირსეული პენსია, ხო? ამისთვის უნდა რომ ხალხი შევიდეს საზოგადოებას პარლამენტში და არა უბრალოდ გულზებჯიხის ცემით რაღაცა სიტყვების რახარუხი მოისმინოს. ულუყმაპუროს უნდა პური, საკნები, უმუშევარს უნდა სამსახური, უიმედოს უნდა იმედი და არა უბრალოდ პარლამენტში შევიდეთ ბუფეტში წიწილურად და აი ამ იმედზე უმუშევრასო სამსახური და ამაზე მინდა რომ ვისაუბრებთ ამაზე. ცვლილებების გარეშე არაფერი არ გამოვა. არ გამოვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც საერთო პოლიტიკური შეთანხმების გარეშე შევა პარლამენტში, ის იქნება ზურგის შემწევი საზოგადოებისთვის და უბრალოდ ამას თავისი სახელი დაერქმევა. და ეს არის სამწუხაროდ, ნუ ეხლა როგორ მე რო შევეხა წარმოგიდგენია ხა. კარგი, და ბოლოს მაინტერესებს თეატრო ლუკიანს რას უპასუხებდი, რომელმაც თქვა, რომ მას თუ დასჭირდა მთელი შეგნებული სიცოცხლე პოლიტიკაში იქნება მანამდე, ვიდრე ნაციონალური მოძრაობასთან ბრძოლით არ დაიღლება და მხოლოდ მაშინ წავა თუ ნაციონალური მოძრაობა. ქართულმა ოცნება, ვიცით რას, მაგრამ ნუ არ არის ხელისუფლება არ ყავს. კარგია რომ აი კონკრეტული ადამიანი დაასახლეთ და არა ქართულ ხელისუფლება. იცით ვიზე უნდა საუბრობთ. ეს აი დღეს მაგალითად თქვენს ეთერში რომ საუბრობთ 15 თუ 16 ადამიანი სექტორალური ბიზნესების წარმომადგენლები, მეწარმეები, ქართული წარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, სასტუმროების ასოციაციის წარმომადგენლები, რესტორნების ასოციაციის წარმომადგენლები 16 ადამიანი იდგა. და რეალურად მათ უკან იდგა 200 ჩათვალეთ 300,000 ადამიანი. არ არსებობს და რას ვიტყვი, გეგმა არა აქვს ხელისუფლება იმისა, ელემენტარული გეგმა არა თუ რა გეგმა შეიძლება ქონდეს ხელისუფლებას ეს ადამიანები ამბობენ უკვე წარმოგიდგენიათ რა ღრმა ეკონომიკური კრიზისია რომ ხვალ რომს გაიხსნასო თებერვლიდან რომს გაიხსნასო და შეზღუდვები მოიხსნას ჩვენ არ გვეძლება შესაძლებლობა რომ გეგმირება მოვახდინო დავგეგმოთ ჩვენი ბიზნეს საქმე რომ არავინ არ გველაპარაკებაო და რეალურად ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე დიდი კრიზისი ღრმა თუ სადმე არის ეკონომიკის თვალსაზრისით არის მცირე და საშუალო ბიზნესში აი ამ ადამიანებს უნდა ესაუბროს და რომლებიც ასაქმებენ 300,000-მდე ადამიანზე 400,000-მდე ადამიანს როგორ ფიქრობ რამდენ ხანს მოუწევს სულუკიანს პოლიტიკაში ყოფნა მანამდე არ წავალ
დავთვალო, სანამ არ დავწმუნდები, რომ ნაციონალური მოძრაობა ვეღარასოდეს ვეღარ მოbrunდება ხელისუფლებაშიო, მამუკა ხაზარაძე შემოგვიერთდა და უნდა მოვიპატიჟო უკვე და ამაზე თუ შეგვიძლია მოგეთ. რა კონოტაციითა და რა ასეთ გემოსაც ატანს ქალბატონი თეა, როდესაც ახსენებს აი ნაციონალურ მოძრაობას, ხო? აი ის ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებაშია. დიახაც და იქ მოიკითხოს მათესაუბროს და მურუსიძეს ტელეფონი ეწოდინება და ჩინჩელაძეს ტელეფონი ეწოდინება და ფარცხალაძეს ქართულ ოცნების სკოლალიდეს და აი ის ნაციონალური მოძრაობა და ნაციონალური მოძრაობა რომელიც დღეს არის და ხვალ იქნება თვისობრივად განსხვავებული ქალბატონ თეა წულუკიანსაც რო შეუქმნის ღირსეულ ცხოვრებას მომავალში საქართველოში როგორც საქართველოს მოქალაქე. მადლობა ნიკა მელიას.